ცნობილი სპორტული მოვლენების უცნობი შტრიხები. ნიშნულოვანი სპორტული მიღწევების გაუხმაურებელი დეტალები. ლეგენდარული სპორტსმენების რეალური ისტორიები. მშრალი სპორტული სტატისტიკის მიღმა. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად. საღამომშვიდობისაც ვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს პარასკევია და ტრადიციულად ამ დროს რადიო იმედის ეთერში ვიწყებთ სპორტული პანორამის მორიგ გადაცემას. ვისაუბრებთ უახლოესი 7 დღის, ანუ 14-დან 20 მარტის ჩათვლით სპორტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე, გავიხსენებთ სპორტში მოღვაწე იუბილარ პიროვნებებს და რა თქმა უნდა მოგითხრობთ საინტერესო ისტორიებს. სანამ უშუალოდ ჩვენი გადაცემის ფორმატით გათვალისწინებულ თემებზე გადავალ, მინდა შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საგაზაფხულო ეტაპის უნიშნელოვანეს შეხვედრას გამართავს პრინციპული მეტოქის რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ. მხოლოდ გამარჯვება სჭირდება ქართველთა გუნდს ევროპის ერთ-1000-ის შესანარჩუნებლად და შესაბამისად 2015 წლის ინგლისის მსოფლიო ათასის ფინალურ ეტაპზე სასურველ ჯგუფში მოსახვედრად, ამეთ უფრო რუმინეთის ნაკრებს აძლევს ხელს. რუმინელები, როგორც მოგეხსენებათ, ერთი ქულით გვისწრებენ. წაგებაზე ხომ საერთოდ ფიქრიც კი დაუშვებელია. ასევე არ დაგვავიწყდეს წმინდა ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასი. რუმინეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი სასულიერო მოწამის სახელობის პრიზი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებ გუნდებს შორის უკვე 12 წელია თამაშდება 2002 წლიდან და იგი ძალზე ძვირფასი პრიზია როგორც ჩვენთვის ისე რუმინელებისთვის. ალბათ ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ახალგაზრდა მსმენელისთვის კარგი იქნება ამის შესახებ ორი სიტყვის თქმა, კერძოდ ანთიმოზ ივერიელი რუმინეთის უпроსწორად კი უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტი გახლდათ, სწორედ მას უკავშირდება რუმინეთის კულტურულ საგანმანათლებლო და ასევე რელიგიური აღორძინება. მის მიერ აგებული უმთავრესი ძალიან ბევრი უამრავი ეკლესია მონასტერი, მათ შორის ბუქარესტის ცენტრში მდებარე ცნობილი ყოველთა წმიდათა მონასტერი, რომლის ტაძრის მთავარი შესასვლელის მუხის კარი და ასევე ქვაზე ამოტვიფრული ქართული ორნამენტები თვით ანთიმოზ ივერიელის ნახელავია მის მიერ შესრულებული. ანთიმ ივერიელმა სიცოცხლე შესწირა მეორე სამშობლოდ ქცეულ ვლახეთის გათავისუფლებას თურქთა და ფანარიოთა უღლისაგან. რუმინელი ხალხის ერთგული და მოსიყვარულე მიტროპოლიტი გახლდათ იგი, წარმოშობით ქართველი სასულიერო მოღვაწე. რუმინეთის ეკლესიამ 1992 წელს წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ წმინდანის გარდაცვალების დღე ძველი სტილით 14 სექტემბერი დააწესა. ჩვენი ქართული ეკლესია კი მის ხსენებას ასევე ძველი სტილით 13 ივნისს აღნიშნავს. ანთიმოზ ივერიელის სახელობის გარდამავალი თასი, როგორც უკვე აღნიშნეთ და როგორც ვიცით 2002 წლიდან თამაშდება. ამ თასის შექმნის იდეა გაზეთ რეზონანს ეკუთვნის ჩვენს კოლეგებს გაზეთ რეზონანსიდან. ანთიმოზ ივერიელის თასი ბლედისლოუს და კალკუტის თასების ანალოგია. პირველი პრიზი მოგეხსენებათ ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის თამაშდება, ხოლო კალკუტის თასი ინგლისს შოტლანდიის ნაკრებებს შორის. დღესდღეობით ანთიმოზ ივერიელის თასი საქართველოშია. იმედი დავიტოვოთ, რომ ხვალინდელი მატჩის შემდეგაც ეს ტროფეი ჩვენთან დარჩება. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ საქართველო-რუმინეთის მატჩი ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 საათზე დაიწყება. ახლა კი ჩვენი დღევანდელი გადაცემის ძირითადი თემები, ანუ როგორც თავში აღნიშნე, გადაცემის ფორმატით გათვალისწინებული თემები. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ უახლოესი კვირის მანძილზე რამდენიმე სახელოვანი ქართველი სპორტსმენის იუბილეს აღნიშნავს ქართული სპორტული თემი, ქართველი გულშემატკივარი და ამიტომაც ქართული სპორტის გამოჩენილი მოღვაწეები, ასე ვთქვათ, დომინირებენ ჩვენს დღევანდელ გადაცემაში. მაშასე ვიწყებთ სპორტული პანორამის მორიგ გადაცემას. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად. ხვალ 15 მარტს 77 წელი შეუსრულდებოდა თბილისის დინამოს ერთ-ერთ ლეგენდარულ ფეხბურთელს, კაპიტანს, გამორჩეულ ფეხბურთელს შოთა იამანიძეს უზადო ტექნიკის, უნაკლო დარტყმის და კომბინაციური თამაშის შეუდარებელი თვისებების ნამდვილ ოსტატს 14 სეზონი თამაშობდა იგი დინამოში 393 შეხვედრაში
91 გოლი გაიტანა 1964 წელს ტაშკენტის ოქროს მატჩის დროს დინამოს კაპიტანი გახლდათ ოქროს მატჩისა, რომელშიც თბილისის დინამომ პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული და მარცხენა მოსკოვის ტორპედო 4-1 იამანიძე სამჯერ შეიყვანეს 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. ეს სია ტრადიციულად სეზონის ბოლოს დგებოდა და საკმაოდ პრესტიჟული გახლდათ. 1964 წელს იგი პირველ ნომრად იყო 33 საუკეთესოთა სიაში დასახელებული თავის პოზიციაზე. თამაშობდა საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში. 1969 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. შოთა იამანიძე ძალიან ახალგაზრდა 34 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა 15 ოქტომბერს. რევაზ გოგელია კიდევ ერთი ცნობილი ქართველი სპორტსმენია იუბილარი ამ დღეებში 17 მარტს კერძოდ თბილისის დინამოს კალათბურთელთა გუნდის წევრი, ოქროს გუნდის წევრი 1955-64 წლებში ამ პერიოდში იცავდა იგი დინამოს ღირსებას. 1962 წლის 29 ივნის თანაგუნდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. დინამომ როგორც მოგეხსენებათ ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩში შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მადრიდის რეალი დაამარცხა 90-83 და იმ შესანიშნავი გუნდის ღირსეული წევრი იყო ბატონი რევაზ გოგელია. ხვალ 15 მარტს 66 წელი უსრულდება ლევან თედიაშვილს, ყველაზე ტიტულოვან ქართველ მოჭიდავეს ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს 1973 წელს პლანეტის უძლიერესი ფალავანი თედიაშვილი სამბოშიც გახდა. ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ტიტული სამწონით კატეგორიაში მოიპოვა 82-90 კილოგრამში. 1978 წელს ევროპის ჩემპიონი 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა. ლევან თედიაშვილის ბრწყინვალე კარიერის მხოლოდ რამდენიმე შთამბეჭდავ ეპიზოდს გავიხსენებ, ვისარგებლებ შემთხვევით, ასე ვთქვათ. 1971 წელს თეირანში გაიმართა ირანის უკანასკნელი შაჰინ შაჰის მოჰამად რეზა ფახლავის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, ტრადიციული და ძალიან პრესტიჟული შეჯიბრება. ამ ტურნირზე მსოფლიოს მრავალ ცნობილ ფალავანს შორის ლევან თედიაშვილმა იასპარეზა, რომელიც მაშინ 23 წლის გახლდათ. ქართველმა მოჭიდავემ არიამეხრის პრიზი ღირსეულად დაიმსახურა. გავრცელებული ინფორმაციით ამ ასპარეზობის დაწყებამდე ირანელებმა საიდუმლოდ ინახულეს ლევან თედიაშვილი და მის და წაგების სანაცვლოდ მას 100,000 ამერიკული დოლარი შესთავაზეს. მათ უნდათ რომ ირანის შაჰის თვალწინ სწორედ მათი ირანელი ფალავანი გამხდარიყო ამ წონაში ჩემპიონი, რაც მაშინ ეს თანხა 100,000 ამერიკული დოლარი უზარმაზარ თანხას წარმოადგენდა, მაგრამ ქართველმა ფალავანმა სპორტულ პრინციპებს არ უღალატა და უარი თქვა ამ თანხაზე. რა თქმა უნდა კიდევ იქნებოდა უამრავი სხვა გარემოება, ეს გამოც იგი იძულებული იქნებოდა უარი ეთქვა ამ თანხაზე. არიამეხრის პრიზი თეირანში ლევან თედიაშვილმა მოგვიანებით კიდევ ორჯერ დაისაკუთრა 1972 და ასევე 1977 წელს თეირანში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებებით ქართველმა ფალავანმა ბუნებრივია უდიდესი სიხარული აჩუქა როგორც თავის სამშობლოს, ასევე ირანში მცხოვრებ უამრავ ქართველს. 1973 წელს თეირანმა თავისუფალი და კლასიკური სტილით მოჭიდავეთა და ასევე მოჭიდავეს სამბისტთა შორის უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს. თავისუფალ ჭიდაობაში ლევან თედიაშვილმა კვლავინდებურად იასპარეზა და რა თქმა უნდა გახდა მსოფლიო ჩემპიონი. სამბისტთა ჩემპიონატის წინ კი მოხდა ესეთი მოვლენა ნამდვილი, მოულოდნელად ავად გახდა საბჭოთა კავშირის სამბისტთა ნაკრების წევრი გენადი რუსლიადევი, რომელიც დაახლოებით იგივე წონა იყო რაც ლევან თედიაშვილი, რის გამოც გუნდს არსებული იმ პერიოდში არსებული წესების თანახმად ნული ქულა დაერიცხებოდა, ანუ თუ მონაწილეს ვერ გაიყვანდა ერთ რომელიმე წონაში. და ის სამბოსა და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდების ხელმძღვანელებმა რუსი და ქართველი მწვრთნელების კერძო სტანისლავ იონოვიჩ და ვახტანგ ბალავაძის ასე ვთქვათ ჩეთანხმების შედეგად ლევან თედიაშვილი სამბისტის ამპლუაში წარდგა და ბევრისთვის მოულოდნელად კიდევ ერთი ოქროს медаლი დაიმსახურა. იქაც ბრწყინვალე დიასპარეზა ყველა მეტოქე დაამარცხა და სამბოშიც გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ეს გახლავთ დღემდე უნიკალური შემთხვევა მსოფლიო მოჭიდაობის ისტორიაში, როდესაც ერთი სპორტსმენი ერთდროულად ორ სახეობაში
6 დღეში ხდება მსოფლიო ჩემპიონი. სპორტული კარიერის მანძილზე ლევან თედიაშვილს 700-მდე ოფიციალური საერთაშორისო შეხვედრა აქვს ჩატარებული, უდიდესი უმრავლესობა რა თქმა უნდა მოგებული, ნახევარზე მეტი წმინდად, დაახლოებით 2 შეხვედრა აქვს წაგებული აი ამ უამრავი შეხვედრებიდან. ლევან თედიაშვილის ანგარიშზე ერთი ასევე საოცარი არაოფიციალური რეკორდი. 1974 წელს სტამბოლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან 3 წამში დაამარცხა შვეიცარიელი რაფაელ მარტინეტი, მოგვიანებით ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც ეს თანამდებობა გასულ წელს დატოვა. 1967 წელს 19 წლის თედიაშვილი საბჭოთა ნაკრებში მიიწვიეს, ამ ნაკრებში 13 წელი გამოდიოდა, აქედან 8 წელი ნაკრების კაპიტანი გახლდათ. მან გუნდში თავის ზონაში სახელოვანი იური შახმურადოვის შეცვალა, მისთვის პირველი ოლიმპიადა კი მიუნხენის ოლიმპიური თამაშები იყო, სადაც ქართველი მოჭიდავე 6 მეტოქეს შეხვდა და 6-ივე იოლად დაამარცხა და შეჯიბრების დამთავრებამდე ერთი დღით ადრე გაინაღდა პირველი ადგილი. ასეთი რამ ოლიმპიადაზე იშვიათად ხდება, რაც შეეხება 1976 წელს და მონრეალის ოლიმპიურ თამაშებს. ამ თამაშებში საქართველოსდან როგორც ცნობილია 11 სპორტსმენი გამოდიოდა, სხვათა შორის გავიხსენოთ ასევე სამხტომში ოლიმპიური ჩემპიონის მესამე ოქროს მედალი მოიპოვა ვიქტორ სანაევმა, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენმა. ლევან თედიაშვილმა კი თავისი მეორე ოლიმპიადა მოიგო მონრეალში, ლევანი მთელი ოლიმპიური ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ აღიარეს და ამის დამადასტურებელი საგანგებო პრიზიც გადასცეს. მან 6 მეტოქეს წმინდად მოუგო, ფინალში კი 5 ქულით აჯობა ამერიკელ ბენ პეტერსონს, ამერიკის მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერს, სხვათა შორის მიუნხენის წინა ოლიმპიადაზე თედიაშვილმა ბენ პეტერსონის უფროსი ძმა ჯონ პეტერსონის დაამარცხა. დაბოლოს 1987 წელი ცნობილმა საყვარელმა ყველასათვის რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ, როგორც ვიცით, დიდი თხოვნის შემდეგ ლევან თედიაშვილი ფილმში გადაღებაზე დაითანხმა. საუბარია ჩვენთვის ყველასათვის საყვარელ ფილმზე ხარება და გოგია, სადაც მას პარტნიორობას ასევე ცნობილი და ტიტულოვანი სპორტსმენები ომარ ფხაკაძე, მიხეილ სალაძე, ავთანდილ მაისურაძე უწევენ. ეხლა გთავაზობთ ცნობილ, ძალიან თბილ ქართულ სიმღერას სწორედ ამ ფილმიდან ხარება და გოგია და რამდენიმე წუთში ამ სიმღერის შემდეგ ჩვენ კვლავ დაგიბრუნდებით. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. ბრუნდებით ეთერში, კიდევ ერთი ქართველი ცნობილი სპორტსმენია ამ დღეებში იუბილარი, კერძოდ 16 მარტს 46 წელი უსრულდა უკაცრავად 1960 წლის 16 მარტს დაიბადა ზურაბ აზმაიფარაშვილი, საერთაშორისო დიდოსტატი, მოჭადრაკე.
1988 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატი აზმა იფარაშვილი ევროპის 2003 წლის ჩემპიონი, შეიძლება ითქვას ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოჭადრაკე ვაჟთა შორის. 2001 წლის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საქართველოს ნაკრების რიგებში მონაწილეობა მიიღო 7 საჭადრაკო ოლიმპიადაში. ფიდეს მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური ეტაპის 5 გზის მონაწილე, აზმა იფარაშვილი იყო ასევე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და თანაპრეზიდენტი, იყო ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი, აგრეთვე შავი ზღვის აუზის საჭადრაკო ასოციაციის პრეზიდენტი. იგი სეკუნდანტობას უწევდა გარი კასპაროვს, მსოფლიოს მე-13 ჩემპიონს. მსოფლიო ჩემპიონობისთვის ჩატარებულ მატჩებში 1987-94 წლებში. 2009 წელს კი აზერბაიჯანის მოჭადრაკეთა ვაჟთა ნაკრებმა ზურაბ აზმაიფარაშვილის კაპიტნობით სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართული ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო. ამჟამად კი ბატონი ზურაბი საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილეა. 14 მარტს 1961 წლის 14 მარტს, ანუ დღევანდელ დღეს დაიბადა მიხეილ გიორგაძე, ცნობილი სახელგანთქმული ქართველი წყალბურთელი, ამპლუით გოლკიპერი. თამაშობდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში, რომლის შემადგენლობაში 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. არის ევროპის სამგზის ჩემპიონი, სეულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს медали. მიხეილ გიორგაძემ გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი წყალბურთელი, ულოცავთ ბატონ მიხეილს იუბილეს. მსოფლიო წყალბურთის ისტორიაში არაერთი ქართველია შესული, მათ შორის მელბურნისა და რომის ოლიმპიადების ბრინჯაოს და ასევე ვერცხლის პრიზიორი. საბჭოთა კავშირის წყალბურთის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ლეგენდარული პეტრე მშვენიერაძე, მისი უმცროსი ვაჟი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც მოსკოვის ოლიმპიადის ოქროსა და სეულის ოლიმპიადის ბრინჯაოს მფლობელია, ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ასევე გივი ჩიქვანაია, რომისა და მეხიკოს ოლიმპიადების ვერცხლის პრიზიორი, ასევე ნოდარ გვახარია, ლერი გოგოლაძე, მიხეილ გიორგაძეზე უკვე მოგახსენეთ და რა თქმა უნდა 2000-იან წლებში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი რევას ჩომახიძე, აქვე მოკლედ შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარება ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ მხოლოდ 1973 წლიდან დაიწყო. ჩემპიონატი ერთდროულად ტარდებოდა ცურვაში, წყალში ხტომაში, ასევე სინქრონულ ცურვასა და წყალბურთში. თავდაპირველად ჩემპიონატები არეული ციკლით იმართებოდა, ხან 2 წელიწადში ერთხელ, ხან 3 წელიწადში ერთხელ, 5 წლიანი პაუზითაც ჩატარდა, მხოლოდ 2001 წლიდან მოყოლებული 2 წელიწადში ერთხელ იმართება. 1982 წელს თბილისის დინამოელი მიხეილ გიორგაძის გარდა მსოფლიო ჩემპიონი გიორგი მშვენიერაძეც გახდა, რომელიც მოსკოვის დინამოში გამოდიოდა იმ პერიოდში. მანამდე კერძოდ კი 1973 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა უფროსი ძმა ნუგზარ მშვენიერაძე, რომელიც ასევე მოსკოვურ კლუბში გამოდიოდა. 2001 წელს კი რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს медали მოიპოვა მოსკოვის დინამოში მოასპარეზე კიდევ ერთმა ქართველმა რევას ჩომახიძემ, მოგეხსენებათ ჩომახიძე დღეისათვის დღესდღეობით 40 წლის ვეტერანი, რომელმაც სიდნეისა და ათენის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოაგებინა რუსეთის ნაკრებს, აქტიურ სპორტს სწორედ საქართველოს ნაკრების დასახმარებლად დაუბრუნდა და ჩვენს ნაკრებთან ერთად რამდენიმე დღის წინ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც ნაკრებთან ერთად, რა თქმა უნდა, მასაც ვიხილავთ. 18 მარტი 1936 წლის 18 მარტი ამ დღეს დაიბადა კიდევ ერთი ცნობილი ქართველი სპორტული მოღვაწე, ეს გახლავთ ჯუმბერ დავლიანიძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონი, თუმცა სპორტულ სარბიელზე გაცილებით უფრო დიდი მიღწევები აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ჰქონდა. ჯუმბერ დავლიანიძე გახლავთ ექსტრა კატეგორიის საერთაშორისო არბიტრი 1975 წლიდან იმსაჯა მსოფლიოს 4 და ევროპის 5 ჩემპიონატზე. იყო ასევე მოსკოვის ოლიმპიური თამაშების თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირის არბიტრი. თემურ ქეცბაია იუბილარი ამ დღეებში 18 მარტს თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს 46 წელი უსრულდება. ფეხბურთელის კარიერის მანძილზე, როგორც ცნობილია, არაერთ კლუბში აქვს ნათამაშები, სოხუმისა და თბილისის დინამოში, ასევე კვიპროსის
ფამაგუსტის ანორთოსისში, ათენის აექსში, ნიუკასლ იუნაიტედში და ასევე ვულვერჰემპტონში. და შოტლანდიური დანდის ღირსებასაც იცავდა. 1990 წელს ქესპაია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ანორთოსისის მთავარ მწვრთნელობისას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ეს იყო მაშინ არნახული წარმატება კვიპროსული ფეხბურთისთვის. ქესპაიას მეთაურობით ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი მოიგო. 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა პირეუსის ოლიმპიაკოსიც, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაყვანიდან რამდენიმე დღეში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს, სხვადასხვა ცნობილ თუ უცნობიზესთა გამო. საქართველოს ნაკრებში ქესპაიამ 50 მატჩი ჩაატარა ფეხბურთელობისას, რა თქმა უნდა, 16 გოლი გახლავთ მის ანგარიშზე. ხალხი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ამ დღეებით თარიღდება 34 წლის წინ ზუსტად 1980 წლის 14 მარტს ავიაკატასტროფაში დაიღუპა ამერიკის შეერთებული შტატების მოყვარულ მოკრივეთა ნაკრების 22-ვე წევრი მექანიკური გაუმართავობის გამო პოლონური კომპანია ლოტის კუთვნილმა ავიალაინერმა ვარშავის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა, დაიღუპა ბორტზე მყოფი 87 ადამიანი, აქედან როგორც უკვე აღნიშნეთ 22 ამერიკის შეერთებული შტატების მოკრივეთა ნაკრების წევრი, 14 სპორტსმენი, 8 კი ნაკრების ადმინისტრაციაში შემავალი ადამიანი, მწვრთნელები, ექიმები და ასე შემდეგ. მათ შორის ამერიკელთა ნაკრების ლეგენდარული მწვრთნელიც გახლდათ ტომ ჯონსონი, რომლის დაუცნობითაც ამერიკის ნაკრებმა 1976 წელს მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზე 5 ოქროს მედალი მოიგო. ეს გახლავთ მეორე ავიაკატასტროფა ამერიკული სანაკრებო სპორტის ისტორიაში, რომელმაც ამ ქვეყნის ნაკრების წევრთა სიცოცხლე შეიწირა. 19 წლით ადრე 1971 წლის 15 თებერვალს ბრიუსელის აეროპორტთან კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომელსაც ამერიკის ფიგურულად მოციგურავეთა ნაკრების წევრები გადაჰყავდა. იმ ტრაგედიის გამო პრაღაში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ამერიკელ მოციგურავებსაც უნდა იასპარეზათ, აღარ ჩატარებულა. 18 მარტი ბილიარდის ყველაზე პოპულარული სახეობის სნუკერის გამოგონების დღედ მიიჩნევა შორეულ 1875 წლის იმ დღეს, ანუ 19 მარტს ერთ-ერთ ინგლისურ ჟურნალში დაიბეჭდა ინდოეთის ქალაქ ჯაბალპურში მომსახურე ბრიტანეთის კოლონიალური არმიის პოლკოვნიკ ვინმე სერ ფრენსის ნევილ ჩემბერლენის სტატია, სადაც იგი იტყობინებოდა, რომ გამოიგონა ბილიარდის ახალი თამაში, სწორედ მან აუხსნა ფართო საზოგადოებას ხსენებულ ქალაქ ინდოეთის ქალაქ ჯაბალპურში ამ ახალი თამაშის წესები, თამაშისა, რომელსაც მან სნუკერი დაარქვა და ეს სახელი ჰქვია დღესაც ამ მართლაც ძალიან პოპულარულ ბილიარდის სახეობას. 1992 წლის 15 მარტი დაარსდა საფეხბურთო კლუბი ლივერპული, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და უდიდესი ტრადიციების მქონე კლუბი მერსისაიდის საგრაფოდან, საფეხბურთო კლუბი, რომელიც ანსამბლ ბიტლსთან ერთად ქალაქ ლივერპულის და ზოგადად ამხსენებული საგრაფოს ერთ-ერთ ძირითად სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. ლივერპული საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული ტროფეების რაოდენობის მხრივ მეოთხეა ძველ კონტინენტზე, მადრიდის რეალის, ასევე მილანის და ბარსელონას შემდეგ. ამ ჩამოთვლილ გუნდებს 12 სხვადასხვა ევროთასი აქვთ მოგებული, ლივერპულის აქტივში კი 11 მოგებული ტურნირია, მათ შორის 5 ჩემპიონთა თასი. ლივერპული ინგლისის 18 გზის ჩემპიონი გახლავთ, ამ მაჩვენებლით მერსისაიდული კლუბი მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედს ჩამორჩება ინგლისში. მანჩესტერმა 20 ჯერ შეძლო ჩემპიონატის მოგება. კლუბის ისტორიაში, ლივერპულის ისტორიაში ოქროს ხანა 70-80-იან წლებზე მოდის, როდესაც გუნდს ბილ შენკლი და ბობი პეისლი ხელმძღვანელობდნენ გუნდი დაარსების დღიდან, ასევე უპოპულარულ სტადიონ ენფილდზე თამაშობს საფეხბურთო კლუბი ლივერპული, სწორედ ამ სტადიონის ენფილდის მეპატრონე მიმხანად ცნობილმა ლუდსახარშის მფლობელმა ჯონ ჰოლდინგმა დააფუძნა. ეს პიროვნება მერსისაიდის საგრაფოში საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა. იგი გახლდათ ქალაქ ლივერპულის ქალაქის საკრებულოს წევრი, ერთ-ერთი ოლქიდან, კერძოდ კი ევერტონის ოლქიდან. უკაცრავად ამ ევერტონის შესახებ მოგვიანებით, საფეხბურთო კლუბ ევერტონის რა თქმა უნდა მოგვიანებით მოგახსენებთ. ცოტა ხნის შემდეგ ჰოლდინგი ქალაქ ლივერპულის მერიც გახდა, მიუხედავად უამრავი კარგი საქმისა, რომელიც ამ პიროვნებამ თავისი ქალაქისთვის გააკეთა, მის ყველაზე დიდ ნამოქმედარად, რომელმაც ჰოლდინგის
სახელი, ასე ვთქვათ, უკვდავყო და თითქმის საუკუნის გასვლის შემდეგაც დღემდე აქტუალურად აქცია საფეხბურთო კლუბ ლივერპულის დაარსება. დაუბრუნდეთ სტადიონ Enfield-ს, სტადიონს, რომელიც თავისი გულშემატკივრებით ქალაქის ტურისტს აბსოლუტურად სხვა სამყაროში, სხვა საფეხბურთო განზომილებაში გადაჰყავს Enfield-ი და საერთოდ ის ატმოსფერო, რომელიც სტადიონზე სუფევს ლივერპულის მატჩების დროს, ლივერპულის წარმატებათა ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული კომპონენტია. Enfield-დან გამოყოლილი მუხტი თუნდაც ზედიზედ რამდენიმე გასვლით მატჩი ჩვენ გამარჯვების რწმენას და ბოლო წუთამდე ბრძოლის ძალას გმატებს. ეს სიტყვები ლივერპულის ბრწყინვალე გუნდის ერთ-ერთ ლეგენდას ფილ ნილს ეკუთვნის, რომელმაც ლივერპულთან ერთად 4-ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი. Enfield-ზე თავდაპირველად ქალაქის პირველი გუნდი ევერტონი გამოდიოდა. ევერტონი გაცილებით უფრო ადრე დაარსდა 1878 წელს. ლივერპულის დაარსებიდან, საფეხბურთო კლუბ ლივერპულის დაარსებიდან 14 წლით ადრე. საერთოდ ეს კლუბი ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი დამაარსებელია. ამის თაობაზე ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, მაგრამ ევერტონმა სტადიონის, Enfield-ის იჯარით გადახდა არისურვა და გუდისონ პარკზე გადაბარგდა, სტადიონზე, სადაც დღემდე ატარებს ევერტონის საშინაო მატჩებს. შთამბეჭდავი გამარჯვების და საყვარელი გულშემატკივრისთვის ნაჩუქარი არაერთი დაუვიწყარი წუთების გარდა ლივერპულის საკლუბო ისტორიაში ორი ძალიან ტრაგიკული ეპიზოდიცაა შესული. ეს ყველა ფეხბურთის მოყვარულს ალბათ კარგად მოეხსენება. საუბარია ნამდვილ საფეხბურთო კატასტროფებზე, რომელთა შემოქმედით სწორედ გუნდის ლივერპულის გულშემატკივრები არიან. პირველი ეს იყო 1985 წელს ლივერპული იუვენტუსის ბრიუსელში გასამართი ჩემპიონთა თასის ფინალის წინ გეიზელის სტადიონზე განვითარებული დრამა, რომელსაც 39 იტალიელი გულშემატკივრის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეორე კი 1989 წელს ჰილსბოროს ტრაგედიის სახელით ცნობილი მოვლენა შეფილდში, ლივერპული ნოტინგემ ფორესტის ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩის დროს, როდესაც სტადიონზე წარმოშობილი ჭყლეტის შედეგად ლივერპულის 96 გულშემატკივარი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 800 ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. იმ ტრაგედიის ყველაზე პატარა მსხვერპლი, საუბარია ჰილსბოროს ტრაგედიაზე, 10 წლის გახლდათ ნორჩი გულშემატკივარი ჯონ პოლ ჯილხული, ლივერპულის ამჟამინდელი კაპიტნის და უკვე ლეგენდის სტივენ ჯერარდის ბიძაშვილი. როგორც ცნობილია, 1979 წელს ჩემპიონთა თასის მე-16 ფინალურ ეტაპზე თბილისის დინამომ, ლეგენდარულმა ასევე დინამომ გამანადგურებელი მარცხი აგემა ვარსკვლავურ ლივერპულს. Enfield-ზე 19 სექტემბერს გამართული პირველი მატჩი ლივერპულმა მოიგო დევიდ ჯონსონის და ჯიმი კეისის გოლებით 2-1. ქართველთაგან ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანა ის უმნიშვნელოვანესი ბურთი. თბილისში კი 3 ოქტომბერს დინამო სტადიონზე თავს მაწვიმაში ნოდარ ახალკაცი შეგირდებმა ვლადიმერ გუცაევის, რამა შენგელიეს და იმავე ალექსანდრე ჩივაძის გოლებით 3-0 დაამარცხეს ბობ პეისლის კრებული. და ბოლოს ლივერპულზე საუბრისას, რა თქმა უნდა, არ შემიძლია გუნდის ჰიმნი არ ვახსენო. შენ არასოდეს იქნები მარტო, არასოდეს დარჩები მარტო, You'll Never Walk Alone. სიმღერა 1945 წელს დაწერილი. ეს სიმღერა ამერიკელმა მუსიკოსებმა დაწერეს, რიჩარდ როჯერსმა და ოსკარ ჰამერსტაინმა, მიუზიკ კარუსელისთვის იმ პერიოდში ბროდვეიზე იდგმებოდა ეს მიუზიკლი ძალიან პოპულარული. იგი მოგვიანებით ეს სიმღერა კერძოდ არაერთმა ცნობილმა, მსოფლიოში ცნობილმა სხვადასხვა ჟანრის მომღერალმა შეასრულა. იგივე ელვის პრესლიმ, ასევე ფრენკ სინატრა, მარიო ლანცაც მღეროდა ამ სიმღერას. ბუნებრივია ამ ყველაფერმა სიმღერის პოპულარობას დიდ პოპულარობას შეუწყო ხელი. 1963 წელს კი სიმღერის თავისებური ინტერპრეტაცია შესთავაზა მსმენელს იმ პერიოდის საკმაოდ პოპულარულმა ლივერპულულმა ბიტ ჯგუფმა სახელწოდებით Jerry and the Pacemakers. სიმღერა ბრიტანულ ჩარტებში 4 კვირა ლიდერობდა. თან არ დაგვავიწყდეს რა პერიოდია ეს ბიტლზის ეპოქა, თანაც იქვე ლივერპულში. აი სწორედ ეს ვერსია, ამგვარად ნამღერი, ამგვარად შესრულებული სიმღერა გახლავთ ლივერპულის ჰიმნი, საფეხბურთო კლუბ ლივერპულის ჰიმნი და ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი. You'll Never Walk Alone ეს სიტყვები ამოტვიფრული Enfield Road-ის ერთ-ერთ მთავარ შესასვლელ
ბილ შენკლის სახელობის ჭიშკარზე. ეს მართლაც ძალიან ლამაზი მუსიკალური კომპოზიცია ასრულებს სპორტული პანორამის დღევანდელ გადაცემას. იგი რა თქმა უნდა ლივერპულის ყველა გულშემატკივარს ეძღვნება, ბუნებრივი არა მარტო მათ ყველა მსმენელს. ერთობ უნიკალურ ვერსიას გთავაზობ სხვათა შორის სიმღერა გულშემატკივრით გადაჭედილი ენფილდის ფონზე, ეკოს ფონზე, ესეც ერთ-ერთი მაგალითი ამ დიდებული გუნდის და მისი ერთგული კომაგის ერთიანობისა. მაშასე ჩვენი გადაცემა ამით სრულდება. გესაუბრებოდათ კახა გელაშვილი, ჩემთან ერთად რადიო იმედის სტუდიაში მუშაობდა ხმის ოპერატორი თამუნა მჭედლიშვილი. მადლობა თამუნა. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვისმენდით. მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით და გირჩევთ უსმენეთ რადიო იმედი. ცნობილი სპორტული მოვლენების უცნობი შტრიხები. ნიშნულოვანი სპორტული მიღწევების გაუხმაურებელი დეტალები. ლეგენდარული სპორტსმენების რეალური ისტორიები. მშრალი სპორტული სტატისტიკის მიღმა. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად.